არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია. ფილმების სერიალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარეთა და მუნიციპალიტეტთა პოტენციალის და რაც მთავარია ტურისტული სფეროს გამომზეურება. ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონს, კერძოდ კი გარდაბნის მუნიციპალიტეტს წარმოვიდგენთ. გარდაბანი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია და გამორჩეული თავისი ბუნებრივი პირობებით, ისტორიით და ეთნო-თუ სოციოკულტურით. ამ ძველი ისტორიული მიდამოს ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1979 წლიდან არის ქალაქი გარდაბანი. იგი დედაქალაქ თბილისიდან 39 კილომეტრში მდებარეობს. მუნიციპალიტეტი, რომლის ფართობი 1300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ჩრდილოეთით მცხეთის მუნიციპალიტეტი და თბილისი, აღმოსავლეთით საგარეჯოს, ხოლო დასავლეთით თეთრიწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტები. გარდაბნის მთავარი მდინარეა ლოჭინი. იგი მდინარე მტკვრის შენაკადია, რომელიც მუნიციპალიტეტის საზღვართან ჩამოედინება. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უკავია მთებს, დანარჩენი ვაკეზე განებს. გარდაბნის ვაკეზე მდებარე მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 310 მეტრზე მდებარეობს. ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის სარტყელში, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სტუმრობა წლის ყოველ დროს კომფორტულია. კომფორტული კლიმატური პირობების გარდა აქაურობის მონახულება ერთობ საინტერესოც არის გარდაბნის ტურისტული პოტენციალის და მდიდარი ისტორიული დანატოვარის გამო. გარდაბანი ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან მოიხსენიება. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის ქართველი მომატიანის ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრება და ისტორიოგრაფ ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა სამეფოსა საქართველოსა. მეფე ქართლოსისგან მისმა ძემ გარდაბოსმა მიიღო კუთვნილი მიწა-წყალი, ხუნანის საერისთავო, როგორც იმ დროს მოიხსენიებოდა ეს ტერიტორია. დროთა განმავლობაში მისმა დასახელებამ ცვლილება განიცადა და გარდაბანი დაერქვა. გარდაბანი დღეს თანამედროვე ტიპის მუნიციპალიტეტია, თუმცა მას მრავალი ძნელბედობა ახსოვს, რაც მის წარსულს და აწმყოს მეტ მნიშვნელობას სცემს. მერვე მე-9 საუკუნეების მიჯნაზე გარდაბანს აფარებდა თავს არაბთა ლაშქრობისაგან განაწამები ქართლის მთავარი აშოტ კურაპალატი. მოგვიანებით საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩაბმული გარდაბნის სამთავროს წარმომადგენლობაც. ეს მიწა არაერთი სისხლიანი და თავგანწირული ბრძოლის მოწმეა, რომლის დასტურად თუნდაც მარტყოფის ბრძოლის გახსენება იკმარებს. ამ ისტორიული პერიპეტიების ანარეკლია გარდაბნის მუნიციპალიტეტში თავმოყრილი ხუროთმოძღვრული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დღეს ტურისტული მარშრუტის მშვენებას წარმოადგენს. მოდით ტურისტულ მარშრუტში გაერთიანებული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ქრონოლოგიის მიხედვით მივყვეთ და პირობითად მე-4 საუკუნიდან დავიწყოთ. გზად გარდაბნის ბუნების პეიზაჟს შეგვიძლია შევავლოთ თვალი, სადაც უთუოდ შენიშნავთ ისტორიის აჩრდილებივით შემორჩენილ ნაგებობებს. ეს იქნება მთის ფერდობზე შემდგარი სიმბოლური კოშკი და სამლოცველო თუ სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების ციხე-კოშკი, რომელსაც მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან არაერთი მომხდური მტერი მოუგერიებია. გარეკახეთის მხარეს კი მთაზე გამოჩნდება მარტყოფის მამათა მონასტერიც. აი სწორედ მარტყოფიდან შეგვიძლია დავიწყოთ ქვაში გაცოცხლებული ღირსშესანიშნავი ძეგლების მონახულება, რომლებიც ისტორიის მარადი ხსოვნის დასტურად აღმართულან და ამავე დროს ტურიზმის თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. ტყით დაფარული ალნოს ქედზე დგას მარტყოფის ღვთაების მონასტერი, რომელიც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა მამა ანტონ მარტყოფელმა დააარსა მე-6 საუკუნეში, რასაც მარტყოფში სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. იგი აქ განცალკევებით იმყოფებოდა, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტოყოფილი უწოდეს. სწორედ ამის გამო მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება მარტყოფი. ისტორიოგრაფების ცნობით მონასტერი სამხედრო დანიშნულებისაც ყოფილა. ამის დასტურია, რომ აქ აგებულია 4-კუთხა საბრძოლო კოშკი, ხოლო მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი. მისი გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა, რომელიც 1752 წელს ლეკთა მარბიელ რაზმებს დაუნგრევიათ. დღეისათვის მისი ნაშთებიღაა შემორჩენილი. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. ღვთაების მთავარი ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა, შედეგად გადაკეთდა კიდეც. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში თავიდან მოიხატა, რის გამოც დაიკარგა ძველი მოხატულობის ნიმუშები. თუმცა ხელუხლებლად დარჩა მონასტრის მთავარი სიწმინდე, ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ანტონ მარტყოფელის საფლავი და ტაძრის ძირში შემორჩენილი ღვთისმსახურთა საძვალე.
მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი საეპისკოპოსო ტაძარი გახდა. 1395 წელს მონღოლებმა თემურლენგის მეთაურობით შემოსევის დროს სასტიკად ააოხრეს მონასტერი. 1723 წელს თურქებმა შემოსრეს და დაარბიეს იგი. მონასტრის არსებობის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წლის 26 აგვისტოს-ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე. 1934 წელს კი ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მარტყოფის მონასტერი გააუქმა. ისტორიული ბედუყმართობის მიუხედავად 1989 წელს აღსდგა ღვთისმსახურება და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. მარტყოფის მერე უკვე შეგვიძლია გეზი ავიღოთ სხვა დიდებულ ხუროთმოძღვრულ იშვიათობათა სანახავად. მარტყოფიდან გამობრუნებულებს გზადვე სოფელ ნორიოში შეგხვდება ნორიოს ციხის ნაშთები, რომელიც მეფე ერეკლე მეორის მეფობისას 1752 წელსაა აგებული შემოსევების დროს მოსახლეობისთვის თავის შესაფარებლად. დროთა სვლისაგან დაზიანების მიუხედავად, ციხის კედლები მაინც ამაყად დგას, როგორც სამშობლოს სამსახურში ნაამაგარი ჭარმაგი რაინდი. ისტორიის მატიანეში ასეთი ცნობა გვხვდება. კუმისის აღმოსავლეთით მტკვრისაკენ არის თელეთები და ეკლესია წმინდა გიორგისა სასწაულმოქმედი. ასე წერდა ვახუშტი ბატონიშვილი თელეთის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც მე-13 საუკუნეს განეკუთვნება. კომპლექსი შედგება ეკლესიისა და კოშკ-სამრეკლოსაგან, რომლებიც მე-19 საუკუნეში გადაუკეთებიათ. ეკლესია ფართო დარბაზული ტიპისაა. ფასადზე დატანებულია წმინდა გიორგის ნატიფი ბარელიეფი. ეკლესია შედარებით ახალი მოხატულია. მხატვრული სტილი მკვეთრია, თუმცა ნახევარტონებში შესრულებული. ფრესკები სადა და ნათელია. თითქოს ნეტარის სხივი გამოსჭვივის მათგან და მნახველიც აღფრთოვანებით შესცქერის. ფრესკებში ასახულ წმინდა გიორგის ცხოვრების ფრაგმენტებს. გამორჩეული ძეგლი, რომელიც მარტყოფში შეგვიძლია ვნახოთ, არის 1810-1825 წლებში აგებული ღვთისმშობლის მიძინების გუმბათოვანი ტაძარი. სარკმლებით დაღარული გუმბათის ყელიანი და ფასადებზე ჯვრის ორნამენტებით შემკული ტაძარი პირვანდელი სახით არის აღდგენილი. ეკლესიის კედლებიდან კი, ფრესკებიდან თუ ხატებიდან, საქართველოსთვის მლოცავ წმინდანთა გამოსახულებები გადმოგვცქერის. შავ ნაბადა ვინ დაბადა, გამარჯვებული შავი ნაბადით შემოსილი წმინდა გიორგი. შავ ნაბადას მთა სავანია ჩვენთვის ძვირფასი, არა უბრალოდ მთა ან ბორცვი ამაღლებული, არის სავანი ახლადშობის, ღმერთთან ერთობის, სულის განწმენდის, მოღვაწების და უცხრომლობის. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია მუდამ მნიშვნელოვანი სასულიერო და თავდაცვითი ფუნქციის მატარებელი იყო. ამის გამოა, რომ ტაძარი ქვით ნაშენი ბურჯებით და თავდაცვითი ნაგებობებითაა გარშემორტყმული. კაცრი იერსახის, ამავდროულად საოცრად დახვეწილი პროპორციების ეკლესია ორნამენტებით და ჩაძირული ჯვრებით არის გაფორმებული. შავნაბადას ეკლესია თავისი ლაზათით და დიდებულებით ორგანულად ერწყმის გარემოს, რის გამოც საოცარი ესთეტიურობის განცდას აღწრავს. მთის წვერზე აღმართული შავნაბადას წმინდა გიორგი ღვთიური ნათელივით ადგას თავს მთელს გარდაბნის მუნიციპალიტეტს. შავნაბადას შემდეგ მოდით აზერბაიჯანის საზღვრისკენ გავსციოთ და ტურიზმის ბუნებრივი რესურსებიც დავლაშქროთ. ეს ჯანდარის ტბა, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. იგი მტკვრის აუზში მდებარეობს. მისი ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია, საშუალო სიღრმე 4 მეტრი. ტბა, რომლის ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი კი გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. ჯანდარის ტბიდან ირწყვება მუნიციპალიტეტის სამეურნეო მიწები. ის აგრეთვე თევზრეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. მისი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა აქ განვითარდეს სპორტულ სამოყვარულო თევზჭერა და საპიკნიკე დასასვენებელი ტურიზმი. იგი დედაქალაქიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს.
ასე რომ ჯანდარისტვის ტურისტული ათვისების პირობებში დედაქალაქის მცხოვრებთა თუ გარდაბანში ჩამოსული ვიზიტორ ტურისტებისათვის ის ვიკენდის გასატარებლად შესანიშნავი ადგილია. წარსულის და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შემდეგ კი დროა თანამედროვე გარდაბანი მოვინახულოთ. დღეს გარდაბანი სტრატეგიული მნიშვნელობის მუნიციპალიტეტია. მისი ეკონომიკური პოტენციალი, რომლის მთავარი დარგები სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკაა, გარდაბნის განვითარების სერიოზული პირობაა. იგი ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო სატრანზიტო ცენტრია. ქალაქთან გადის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც არა მარტო რეგიონების დასახლებებს, არამედ აზერბაიჯანის რესპუბლიკასაც უკავშირდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ასევე საუკუნის პროექტი. 1768 კილომეტრიანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გასცადენი, რომელიც მსოფლიო ბაზარს ამარაგებს. ის ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა და ავტომატურად გარდაბნის ეკონომიკის ნაწილიცაა. თანამედროვე გარდაბანი კი ასე გამოიყურება. რამდენიმე კილომეტრზე გაშლილ მთავარ ქუჩაზე გასეირნება, აქ ჩამოსული დამთვალიერებლისათვის სასიამოვნო იქნება მშვიდი და სადა გარემოს გამო. მთავარ გამზირზე პატარა სკვერში დგას ქართველთა სწორუპოვარი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც გარდაბნის უკეთესი მომავლის სიმბოლურ სახებას წარმოადგენს. ამ მოედანზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგეობა, სადაც გარდაბნის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურული და ტურისტული პროექტები იქმნება და მათ განხორციელებაზე ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ზრუნავს. თანამედროვე სტილის ეს შენობა დათმობილი აქვს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და მეგობრობის ცენტრს, რაც მმართველობასა და საზოგადოებას შორის თანახმიანობის ნათელი მაგალითია. წიწვოვანი და ნახევრადწიწვოვანი ხელმცენარეებით განაშენიანებული მთავარი პარკი თითოეული გარდაბნელისა თუ ქალაქის სტუმრისთვის დასასვენებლად შესაფერისი ადგილია. ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად კი შეგიძლიათ ნახევრად ეთნო სტილში გადაწყვეტილ საკვებ ობიექტებს ესტუმროთ. ქალაქის ტურისტული პროფილის უმთავრესი კერაკი კულტურის სახლია. აქ ინტენსიურად იმართება სხვადასხვა სახის წარმოდგენები და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, რაც ტურისტებისათვის გარდაბნის კულტურის, ტრადიციების და იდენტობის აღსაქმელად საუკეთესო საშუალებაა. კულტურის სახლში არის განთავსებული გარდაბნის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც უცხოპირისთვის ამ ხარის უკეთგასაცნობად სწორედ რომ ერთობ საინტერესოა. დიდი ქართველი მეცნიერის და ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თავმოყრილი 5000-მდე ექსპონატი სექციების და პერიოდების მიხედვითაა გამოფენილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთადერთია ქვემო ქართლში, სადაც ქვის ხანის ექსპონატებიცაა შემონახული. მუზეუმში დაცულია ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ქვის ხანის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ნაკეთობები და კერამიკის ნაწარმი, ფეოდალური ხანის ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ეთნოგრაფიული კოლექცია, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები და სხვა. ისინი სრულად ასახავს გარდაბნის წარსულს, მის კულტურას, ცივილიზაციის პროცესს და ტრადიციებს. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუზეუმის ფილიალები მოწყობილია სოფელ მარტყოფსა და სოფელ ნორიოში. მათ ტერიტორიაზე მოპოვებული ნივთიერი ძეგლები, რომელთაგან ყველაზე ძველი ექსპონატი ბრინჯაოს ხანისაა, ადასტურებს, რომ ისინი უძველესი დასახლებული პუნქტები ყოფილა. მარტყოფში მოწყობილი სამუზეუმო ექსპოზიცია მხარის ევოლუციის თვალსაჩინო ანარეკლია. ნორიოს ისტორიულ ექსპოზიციაში უფრო ვრცელი პანორამით არის წარმოდგენილი ეთნოგრაფიის ნაწილი და ყოფის ამსახველი ექსპონატები. გარდაბნის სამუზეუმო სივრცეები დამთვალიერებელს მხარის თვითმყოფადობის შესახებ დეტალურ წარმოდგენას შეუქმნის. ბოლოს კი აუცილებლად უნდა მოვინახულოთ გარდაბნის საკათედრო ტაძარი. ეს ღვთიური სავანე, რომელიც აგერ უკვე 2000 წელია ამშვენებს ქალაქს და უფლის მადლით აღავსებს. იგი უმნიშვნელოვანესი რელიგიური, კულტურული და ტურისტული მონაპოვარია ქალაქისათვის.
იგი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული სტილის დიდებულებას სრულად წარმოაჩენს, რომელიც შერწყმულია მისი შესრულების თანამედროვე მანერასთან. მე-20 საუკუნის მონუმენტური ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არაერთი მნახველი მოხიბლულა. ამჯერად ასე დავამთავრეთ ჩვენი მოგზაურობა. გავადრო და აქ ნანახისაგან მიღებული შთაბეჭდილებები ისევ აღგვიძრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ დაბრუნების სურვილს. და თქვენც ყველას გირჩევთ ტურისტული ეგიდით ესტუმროთ გარდაბანს, რათა შინაარსიანად და საინტერესოდ გაატაროთ დასვენების დღეები. აქ ღირსშესანიშნავი და სანახავი ნამდვილად ბევრია.